სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ვასო აღწერას აკეთებს. გადავირევი, ახლა ეროვნ მომეშლება. ეს შობლენძაღლები სულ არ მიფრთხილდებიან რა. 15 კაპიკი დენი. 15 კაპიკი დენი. აი, თქვენი რა გენაღლებათ რა, 15 კაპიკი დენი. გაზი. 21 თეთრი გაზი. ვასო. რას აკეთებ, ხო კარგად ხარ? შემოდი ერთი, შემოდი. ბიჭო, აბაზანაში რა გინდა ამდენი ხარი? რა ხდება? ხო კარგად ხარ? შემოდი. კაცო, რას აკეთებ? გულავთ, ხო ხარჯავ, ჩართეთ თუ სამედენი არის. გაზი მოუშვით, წყალი, იგი, იგულავეთ, აგენაგლებათ. ვასო ფული გადაიხადე. ხარჯებს ითვლი ანუ? ხარჯებს ითვლი, ხარჯებს. და რა მოვიდა ბევრი ამ თვეში? დენი მოვიდა 12 ლარი. 12 ლარი თქვენ ჩავეძაღლებო დენი, როცა 12 ლარი 3 თვეზე ხოდა გადანაწილებული. ამ ოთახში ვერაფერს ვერ აჩვენეთ, ხო ახალს? არ გედიდათ ეს ოთახი. დათუნა საძინებელი მოვანგრიე. იგი პატარა ის რო ქონდა, რა ქვია, რაღაც ის სამზარეულოსაც ისიც მოვანგრიე და გავაერთიანე. ერთ ნათურას დავკიდებ, გაანათებს ეკონომია იქნება. არ არის საჭირო ყველა ოთახში ნათურა. ერთი საძინებელი ქონდა შვილო შენი და ისიც. არა ბიჭო. ექსპერტი მყავს გამოძახებული. რის ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად ამ ხარჯებს. ვინ რომელ რამდენს ხარჯავთ? არ მაინტერესებს. რა? თქვენი ბრალია უნდა გააკეთოს. ყველაფრის ექსპერტიზა. ყველაფრის ექსპერტიზა, აგე. შეხედე. შენ რა გონია ეხლა რომ ეს ვერ მიხვდი ხო? საპონი რო გახსნილი არის, ხო? აი მამა სირცხვილი. საპონი გახსნეს, იბანავე სამშობლოებმა და ჩადეს ისე. ვასო, ხელები დავიბანე. ასე მე ბამბანერკებზე ვაკეთებდი 90-იანებში შეგეკვენო, შენ რომ მათქვით მე. ხო, მაგრამ საპონი ხო იმისთვის არის რომ ხელები დავიბანო, ვასო. შენ გოგო ნორმალური თუ ხარ? რა? ხელებს ვიბანთ ბიჭო? მამა აბა რა ვქნათ? რატო იბანთ ხელებს? რატო? მამა ბინძური ხელები თვიაროთ. რამდენჯერ იბანთ ხელებს? რა ვიცი, ჭამის წინ, რასაც ჭამს, იმის წინ, მე ჭამის 3 მილიმეტრი აკლია, ზუსტად აკლია 3 მილიმეტრი. ძალიან მოდაში შემოგვიდე ხე სისუფთავე და ტრენდშია რომ ხელები დაიბანო და სისუფთავე და რაღაცა და ერთი სარეთხი საპონი ქონდა მთელ კორპუსს 90-იანებში ჩვენ აბა ასე იყო და ერთი საპნით იბანდით ამ კი ერთი საპნით ვიბანდით ვათლიდით ასე ჩავჭრიდით და ვიბანდით ასეა ეკონომია უნდა ისწავლო ჩვილო ეკონომია მაინც ერთი წუთი რა მართლა ყავს ექსპერტიზა გამოძახებული ეხა გამოძახებული მოვა ყველაფერს დათვლის სად როგორ რანაირად დენი რამდენი დაიწვა შამპონი რამდენი ხმარი და ყველაფერი კი აი მე გესმის დათუნა შვილო ექსპერტიზა ყავს გამოძახებული რომ დაადგინოს ვინ რამდენი გრამი საპონი და შამპუნი იხმარა ხო ძალიან ძუნწი კაცი ხარ რა მე ვარ ძუნწი გოგო მე ძუნწი კი არა მე ოჯახე კაცი ვარ და შენ ხარ პლანგველი ძუნწი ხარ, ძუნწი. ერთი მაგალითი დამისახელეთ რა ვიძუნწე მე? რაში ვიძუნწე? კარგი რა მამა რა მაგალითი მაგას უნდა რა. არ გახსოვს 10 წლის რო ვიყავი, ძალით რო გამაციე, სიცხეს მისცემსო, მადა დაუქვეითდება, მიეგდება და ცოტა შეჭამსო? და ხარჯებს შეუმცირებ, ხო? მე ეკონომიაში შობეძახო, ეგ სიძუნწე გო. სიძუნწე კი არა, ეგ არის სიძუნწე, ეკონომია კი არა, ვასო. კედელთან დაგეთ და ხოლმე დახოცავთ იცო. რა მინდა, კაცა კედელთან. აკო დამნაშავეები გად კედელთან დაგეთ და დახვრიტოთ ორივე. გაუსინისოებ, ხელები ზემოთ. ხელები აწიეთ ზემოთ. იცოდე ჯობი აღიაროთ. მოდიში გამარჯობა. ერთი წუთი მომეცადეთ. იცოდე ბოლოშანს გაძლევთ. აღიარეთ რომელმა მოიხმარეთ ზედმეტი შამპუნი, საპონი და ასე შემდეგ. იცოდეთ, საჯერი არ შეგიმსუბუქდებათ, უბრალოდ აღიარებაში ჩაგეთვლებათ. რაღაცას ვიზავ პროკურატურასთან ამას გაგიხებთ. გისმენ ჩემო მეგობარო, გისმენ. გამარჯობათ. ღია იყო კარები.
დიახ. თქვენ ზარი რო გამომიშვით ხო ექსპერტიზის ექსპერტიზაზე ხო? რატო არ გაგომიგე კეთ? არ იყო დასარეკის საშუალება არ იყო და მოკლედ ექსპერტიზის ბიუროდან ვარ. დიახ. ბატონო ვარ ხორდან და კი ბატონო მოკლედ ება ხერეთ ზემო. დიახ. რა ხდება კონშიდობა? არა ეს დაჭირები მყავს ასე მაგიტომ დაგიბარეთ სპეციალურად თქვენ მაგიტომ მოხვედით თქვენ აუდიტი მინდა რომ ჩაატაროთ თელსახში შამპონს ეს შობეზაღლები ჭამენ ყველაფერი მე დავადგენ მაგას სულ დიახ კი ბატონო მოკლედ შეუდგები მე ჩემს საქმეს თუ თქვენ არ მომაქციეთ ყურადღება მიბრძანდი ყველაფერი დაანახეთ აბა ნახეთ როგორია ეს აბაზანა მან არის დუშკაბინა არის კაცო დუშკაბინა კი აი ეს რატო არ აქვს საშხავე ამას მე დუშკაბინა თუ არის რა არა იცი რა იყო მე აქ იყო ჩვეულებრივად ესა დუში მაგრამ ვასო მოხსნა ხო გააუქმა საერთოდ და აი აქ ვიბანთ თავსაც და ტანსაც და აქ ხო წარმოგიდგენიათ რა არა კომფორტულია ბანაობა და ამიტომ უცებ შვებით და აწყობს ეს რომ ცოტა წყალს ვხარჯავთ და ცოტა დენს ვხარჯავთ და ამიტომ გაგვიუქმა ის რა კარგი მეთოდია მოგეწონათ გამარჯვებაში კი ბატონო მაგას ჩავინიშნა თავისნაირი ძუნწი ყავს გაითვალისწინეთ სახელმწიფო აუდიტმა და კერძო აუდიტებმა გაითვალე მოდით ჩემთან მოგამზადებ ბოდიში ეს კრია შამპუნია კი კრია გამოდის ეს კიდე არა ეგ აღარ გამოდის მაგრამ აი რო გამოდიოდა იმდროინდელი გვაქვს არ ხმარობთ კი როგორ არ ხმარობთ მაგრამ რაღაც მეთოდი გვაქვს ჩვენი ვასომ გვასწავლა 10 ლიტრ წყალში ვხსნით 1 წვეთს და ისევ ბანაობთ როგორია მე შვება რამე ეს არაფერს არ შვება არაფერს არ შვება მაგრამ ამათ შინაგანი რწმენათ რომ იმ 10 ლიტრ წყალში 1 წვეთი შამპუნი ხტები რა კარგი მეთოდები გაქვთ ბატონო მომბრძანეთ შვენია მომბრძანეთ ეს მინდა რომ მინაყურეთ ეს ამოვიღე ნაგვის ყუთიდან დიახ ნაგვის ყუთიდან კვილის პასტა დიახაც შეხედეთ გადააგრეს რა ენაღლებათ უყურე შეხედეთ აქ რაც ჩება მინიმუმ 10 გახეხვა არის კი კაცო ეს მინიმუმ 10 გახეხვა ხო არის არ 12 ჭიება გააჩინე კი ბატონო უყურეთ შეხედე ამაუსიდითი ეს თქვენ წოდნიათ მე რა ამაუსიდითი არ მინდა კაცო ახლა არ მინდა ასია გენაცოლე მე უყუდრო მეთელი პლანგავ კი ბატონო მაგასაც ჩავიწერ აუცილებლად ერთი წუთით შობელძაღლებო თქვენ აი ამას თუ აყლია ფისო რომელმა იხმარეთ უდრი ფისო რომელმა იხმარეთ ეს ფისო გამოდის კიდე არ გამოდის მაგრამ ჩვენ გვაქვს რაც აღარ გამოდის მე ყველაფერი მაქვს მიახაც კაცო და რა შეიყენებთ ახლა ვიაგიხსნით უყურე ესენი რო იბანავებენ მერე გაიმშრალებენ მერე ფენი მოუნდება თუ რაღაცა მოუნდებათ მერე რა შვებია თუ იცი რა შვებია დეზოდორანტი უნდათ რომ იღლიებში შეისხანან ის ბურთულიანი უნდათ რომ გამოისვა ხტები მილიონერები გონიათ ეხლა მაგ არის ფისო აქ დათუნა რო იყო 4 თვის მაშინ პამპერსებზე ხმარობდი და იქიდან მაგ შემონახული აბატონო ეს ჩაყავი სოდაში ხელი ამოისი რა პრობლემაა იგივე კი ბატონო გასაგები რა დღეში ვართ რა დღეში ვართ ბატონო ხელები ზემო დამნაშავეები ხართ თქვენ რა დღეში ვართ ეგ კი არა კაცო საბანაოდ რომ შემოვდივარ საყვარელს ვურეკავ და ბოლო ხმაზე ველაპარაკები რომ ვასომ წყლის მოშვების ხმა არ გაიგოს რა თქვა ამან თუ მომესმა ახლა რა თქვა ამან ახლა შენ თვითონ აღიარე ხო შენ გაიძვერა ქალო შენ შეუსინდისო ქალო შენ მაგას მე როგორ მიკეთებ გოგო წყალი მოუშვა ხო წყალს უშვებს ხო მოდაიწნე ხო არ არის პირი თქვა ბატონო მე ახლა წერაში უნდა ჩავწერო ბატონო წყალს უშვებს კი ბატონო გასაგე ბოდიში ბატონო ვასო დიახ ამ ახალ გვილის პასტას აკლია 75 გრამი 75 გრამი აკლია აი ხელები ზემოთაჭია თქვენ შობეზაღლებო რომელმა გამოიყენეთ კბილის პასტა აღიარეთ ახლა რომელმა იხმარეთ რამდენი აკლია 75 აკლია 75 როზგი მოხვდებათ იცოდი აღიარეთ რომელმა გამოიხეკეთ კბილები თქვენ შობეზაღლებო რატო იხეხავთ რატო დათუნამ გამოიხეხა და მეც გამოვიხეხე მაგრამ მერე აუ ხა უნდა ვაღიარო რა ვასო რა
იმ დღეს ძალიან მშიოდა ვასო. მერე? ხო და პურზე გადაუსვი. მერე? ვილის პასტა. თხლად, ოღონდ ვასო, სქელი კი არა, თხლად გადაუსვი. ამღუპა ამ შობენ. არა და ისე შევჭამე რა. თან მარწყვის რო იყო, ძალიან გემრიელი იყო, ნაკლები მენთოლი აქვს და ეგ მოიტანე ხოლმე საბავშვოები რა. გესმით, ბატონო აუდიტო. ხო, ამას უჭამია. ხო. უჭამია. პურზე წაუსვამს გენაცვალე და უჭამია. კი ბატონო, ახლა ეგ მიზეზი არ მაინტერესებს. 75 აკლია, მე ეგ მივხვდი. გამარჯობა, კარი იყო ღია და შემოვედი. იმზადი თქვენ ეს თქვენ დაყურე აუდიტი ხო არა? არა. მე თქვენი გვერდზე მეზობელი რო იყო ონისე გემახსოვრება. ონისე, კი კაცო, კაი კაცი. კი, ეგ გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად და მე მაგის ბინაში ვარ ქირით, სტუდენტი ვარ მე. სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად? კი. ეტყობა უკეთესი პირობები აქვს იქ, ეტყობა დენის ფულს არ იხდის, საწოლის ფულს არ გადაეტყობა, თუ ისე არ გადავიდოდა ეგ. კამი პირობებშია? სავარაუდოდ არ ვიცი, ვერ გეტყვით. დიახ, აბა გისმენთ. რა მაინტერესებს ბატონო ვასო, რატო ვარ მოსული? მე თითქმის 2 თვეა უკვე აქ ცხოვრობდა. წინა თვეში მომივიდა ტენის გადასახად ლარი და 70 და ამ თვეში 2 და 25. გაზრის გადასახადი მომივიდა წინა თვეში ლარი და 80, 3 და 20 მომივიდა ამ თვეში. და წყლის გადასახადი მომივიდა 2 და 18 თეთრი წინა თვეში და ამ თვეში მომივიდა 4 ლარი. ხედა? წყლის გადასახადს ბანაობას დავაბრალებდი, მაგრამ მე უკვე პირველი კურსელი ვარ და ბოლო ზარის მე არ მიბანავია, რო არ მოგატყუოთ. ხო და რაშია საქმე ამ კორპუსში, რატო მოდის? ესე არათანაბრად ეს გადასახადებია. რატო ხდება ეს გეცოდინება? ეს უნდა იყოს, ჩემი შვილი, შენ კი არა, შენ კომეძაღლო, ეს უნდა იყოს. გაიხარეთ, ეს უნდა იყოს. კარგი რა. გაიხარეთ ისე. გამარჯობა კოლეგაო, სასიამოვნოა. სასე ირაკლი ჩემი სახელი. დიახ, გისმენთ ირაკლი. რო შემოვედი წეგა სადარბაზოში, დენის კაბელებს ეკიდა ცეცხლი. რას ამბობ? ალბათ მოკლე ჩართვა მოხდა და თუ ვინმე შეამჩნია კიდე არ ეკავს სახანძროში და თუ არა და ნაკლები გადასახადი მოვა ამ თვეში რა პრობლემაა? ხო, კი, მართალი ხარ. ერთით თუ რა? ვაიმე, კვანგი. ხო, აი იწვის კი კორპუსი. ვაიმე, დარეკე, სახანძროში დავრეკო. მე სახანძროში მე ვერ დავრეკავ, მე რატო დარეკე, მიდი. 8-9 და 8-7-7 რო იყო იმის მერე მე თან ხარ ჩამირიცხავს ანგარიში მე ვერ დავვრეკავ. გადასახადი მოვა. მოიცა კაცო, ეხლავე ერთი წუთი, ბოდიში. 112. ხო? დავრეკავ. არეკეთ რაღაცა. გადმორეკავე ნახ ანგარიში არ მაქვს და. რა ანგარიში არ მაქვს? ერთი წუთი, კაცო, რა ყველა ერთნაირი, რატო ხართ ამ კორპუსში? ბოდიში, ერთი. დარეკეთ მაშინ თქვენ კი ბატონო, დარეკეთ. ჰალო? რა უნდა და ამ კაცს ერთი ვერ მივხვდი? მაშინ ჩემო მეგობარო, შენ ისეთი კაი კაცი შენ ხარ. სამეფო სუფრა უნდა გაგეშა. არა, უარი არ მითხრა. არ შეწუხდე რა. 10 ცალი წიწიბურის მარცვალი მაქვს. აუ, ნუ იხარჯები რა ბატონო. მოვხარშავ შენთვის. შენ მე 2 ცალზე მეც ვერ ჭამე. მაგეთ ხანძარია, აქ გამოვდები. ძალიან დიდი მადლობა. ისე დამწვარან ცეცხლში თუთურაქები, აქ მომდან. მორიდებული ქეთილოს ასტუმროში. ეს რო ჩავფარო დამიმატებენ ცესს, ხო? მე რაც გითხარი. ხო, გადმომირეკავ შენ, ხო, ამ ნომერზე? კაი, თუ ჩავინიშნო. ხო, გადმომირეკე. კაი, აღარ მცალია ეხლა, აღარ მცალია. ეს. თაკო! სადადი ხარ, რამდენჯერ გითხარი, რომ ერთი ოთახიდან იმ გამოყენებულზე წარს რო გამოიდან, მეორეში აღარ გადააკრაბეთ, კი არ გითხარი გოგო, ჰა? რატო შეგიძლიათ ამიხსნა? რატო მისვა? მკითხეთ, რას ქვია? რატო? ახალ ოთახში ახალი თეთრეული უნდა გადაიკრას, რომ ახალი სტუმრები შევიდნენ. გავიგე კაცო, გავიგე და მეორე ოთახში რო შემაგ, ის ზეწრები ხო ახალია იმ ოთახისთვის. ვა! გადი ახლა იმუშავე ჩქარამ. ნერვებს ნუ მისლი, გადი იმუშავე. ხა გავალმე. ხო. და ჩემ კაბინეტში ვიქნები. რა კაბინეტში? რაც გითხარი, ის გააკეთე, მიდი ჩქარა ახლა. ეგ გულისხმევა? დავალაგებ ოთახში ვიქნები. მიდი. ეს მჭირდებოდა რა ვუქი. მოდი, ულამაზესო, მოდი. გამარჯობა. თავისუფალი ოთახები თუ გაქვთ უკაცრავად? კი, გვაქვს თავისუფალი ოთახები, გვრინტებო. უბრალოდ დალოდება მოგიწევთ, დასალაგებელია დაალაგეთ ჩვენი დიასახლისი და კი. არა, ეხლა მე მაგას ვერ დაველოდები.
სხვაგან წავიდეთ რა, უკეთეს სასტუმროში. აქ რასაც ვიხდი, მაგ ფასად არსად არ შეგვიშვებენ და დაველოდოთ ცოტა ხანი. მე ყველა ღატაკი მე რატომ არც მე არ მეხალისება, წამო, მოდი ლამაზო. დაჯიქი. დაველოდებით, კი? კი, დაველოდოთ. Скетинос каватнიერებს ღიარი. Поздравляем, Катя, спасибо, вам. Кетино არ მარტინო, გეხოთელე. Чё? Кетино არ მარტინო. გეხოთელე არ მარტინო, кетино. Ой, что с тобой? Ой, извини, арбитр добавил. Он я как это. Хорошо. Я тебе чуть не нервничай. А ты сутки хорошо. Мать, шарлатану, Игудеба. Ой, извините, пожалуйста. Кетино არ მარტინო. Ой, извините, сепару, когда пример арбитр да. кетино არ მარტინო. მე ხომ ვიცი რომ შეზე ნაზი არ არსებობს ამ სოფლიოში არავინ. Что? Что? შენ ძალიან ნაზი ხარ. Ой, იცი? Ой, ძალიან თხომიერთ. აღარ მითხრა კომპლიმენტი. არ მინდა. კომპლექსები და მირჩემნი რომ საერთოდ არ თქვა, хорошо? კარგი, კეთი. შევრიგდით, хорошо. აბა, უკაცრავად ვით დაგეხმარო. პირველი შესაძლებლობა გავიცახეთ. ცუდად ხართ, რატო? მაგრამ მაინც თავის დავიზღვიოთ. არ მე დამჭირდება კეთინოს დღეს დასწრაფო, ამიტომ ორი შევუკვეთოთ. ორი. რო გამარკვიოთ, რა გნებავთ? კეთინო რა გამარკვიოთ თუ შეიძლება. იცით, მე არ მინდა მაგის თქმა, მაგრამ კარგით რა თქვენსაც არ იშლით გეტყვით. ოღონდ ყურში თუ შეიძლება. ხო, რა ვიცი, ყურში იყოს. Таблобистре, как кацо, რა კარგია, მიმულოცოთ. Зачем ты сказала? Теперь рატომ თქვით ესე მე შეშხობ საიდან მოგითხართ ეს ყველაფერი და თქვენ ყველაფერს მოხდეთ ესე არ შეიძლება მეორე ეგრე არ გააკეთოთ მე თქვენ გენდეთ არ ისეთ ნერვი ვლობ რატომ თქვა? კარგი, უკაცრავად გინაცა. ისა ცოტა ხანი დალოდება მოგიწევთ თქვენს, ხო? შოდება მოგიწევთ აუცილებლად. რა კარგი წყვილი ხართ. აბა რამდენი ხანი არა დაოჯახდით? ჯერ ჩვენ არ ვართ დაოჯახებულები. ეგ როგორ? აი ოთახიდან რო გამოვვალთ მე ვიქნებით. Ой, мне стыдно. Мне стыдно, я говорю, лапарак я шевелю. Кетино დამშვიდი. იცი? ой, извини, მაგრამ ვერ ვითმენ. შეიძლება რომ არის შეგვიშვათ ოთახში რატომ წელობ დროს? შეიძლება რომ არის შევქმნათ ოჯახი თვითონ. მე და შენ. რომ არ გავწელოთ თვითონ. იმედია ოთახის გათავისუფლებამდე მოიცდით. ой, ვერვით. ბეკა. ой, ძალიან ნერვი ვლობ და ცხენი, იცი? იქ რომ შევოთ ოთახში. მე და შენ როცა იმ ოთახში მარტო დავჩებით. ვერ ვიზახი იმ ამბავს ისე დავქნათ. ой, не стыдно, ვერ ვიზახი. Скажи, говори. Секси, он вкнат, Миша. უნდა ვქნათ. Ой, не стыдно. Ой. Извиняюсь. მე კარგი, სამ დაგავებულია. ჩვენ რა გავაკეთოთ? აი, დასხედით იქ, გვერდიდან. აქ რო დავშტეთ თუ ხო, დასხედით. ой. მინდა გიმღერო? არა. კარგი. ой, კლავზე შემეხო. ой. კაცია, რა ხდება კაცო აქ? ესა სხვებიც არიან ისა თუ შეიძლება რა. კეთილო ვერ ვიტენდა. შეიძლება რომ წავიდეთ. ჩემთან არ შეიძლება. იცი, მე ოჯახის წევრებთან ცხენია ვერ ვეწვე. მშობლებთან? არა, ცხოველებთან. ცხენია ცხოველების. იმიტომ რომ მე სახში მყავს 46 კატა, 36 ძაღლი, 6 ლომი, 3 ხმო, 7 უჩათო კენგურუ. უჩათო რატო? იმიტომ რომ ხერხემის მალებზე პრობლემა ქონდა და ჩანთა მოხსენი. აწებოდა ძალიან. მე რა გაიქცა? გასაგებია. ხო ხვდებით არა?
ხვდები. ვეღარ ვიცმენ, შეიძლება რომ შევიდეთ. და დაელოდოთ რა. და დაელოდოთ. არა, არ მინდა. რა კარგი წვიდი არა. რა მაინტერესებს? ტელევიზია არის ნომერში? კი, რა თქმა უნდა, ახალი თეთრეულების ტელევიზიაც ბევრი არხი გადის. ბევრი არხი. ой, ტელევიზია ყოფილა. ბექა. так, შეიძლება გამორთოთ ტელევიზია? რატომ? Я боюсь. Чего? Потому что შეიძლება გადავთო. დამეჭიროს ის ტელევიზია არის. ის თვითონ ვერ ვიზახი. Скажи. Ой, плюс травмы сексები არის იმ ტელევიზორში? ვიცოდი რომ დაგაინტერესებდათ კი არის. ხო, მაშინ გამოვთოთ იმ ტერმინდა რომ კონცენტრირებით მას ვეკუთვნოდეთ თლიათ და სხვა რაღაცებზე არ ვიფიქრო, კატებზე, ლომებზე, ბუზე რომელიც გამექცა. თქვენ გამართეთ. ჩეთრა ცოტა დავიღალე. დაიღალე? აუ უკაცრავად რა, რამდენი ხანი აქ ელოდებით და ბოლო-ბოლო როდი შეგვიშვებთ? თქვენს ვერ ითმეთ? ой, ძალიან მეცნობა ეს გამოხედვა. არა, იცით, მე მგონი ჯობია რომ ამას ბრჭყალები დააჭრათ. ძალიან გავშემს კატას გაიქეცით, გამოგეკიდებათ აუცილებლად. აუცილებლად დააჭრათ ბრჭყალები, იმიტომ რომ დაგკაჭრით. დაგხოჭრით თვითონ. კი, გაიქეცით. ეხლა ვიღაცას გავგლიჯა. კეთინო. ой. ой, ბეკა. კეთინო მინდა. ბეკა შიტოჩიზე შეგახო. ой, зачем ты так меня сделал? Зокер, ты бедаши нори вертать? Ой, მაგრამ у меня проблема есть. მე თუ შეგეხები თუ ჩიტოზე არ შემიძლია, იმიტომ რომ ცხვირით ვერ სუნთქავ, პოლიპები მაქვს. და გაიგუდები? ხო. მაშინ ცხვირზე შეგეხები და პირისით უთქე. ეგ კარგია, დაიმახსოვრე და რომ შემოთი გავაკეთოთ. კარგი, хорошо. კეთინო. ეს მიდიხარ. ой, რისთვის გინდი ვარ? აი იმისთვის. მამალ კატას რო დედალ ვიკატა უნდა. ბეკა შენ თაგვების დასაჭერად გინდი ვარ? არა. სულ სხვა რაღაც ვიგულისხმე. ბეკა იცი უბრაზდები ცოტა. შენ თუ ეხლა გინდა რომ მე კატები დავყარო და მე შენ გაიქცე და მე ეს კატები მარტო გავზარდო, მაშინ არ მინდა შეწყდეს ჩვენი ურთიერთობა. აკა до свидания. Нету проблема. ბოდიში, ეხლა გისმენდი და იმ ოთახში რა ჯანდაბაც არ უნდა გააკეთოთ, დამლაგებელს დაუმატებთ, ფულს გაიგეთ. გასაგებია. ვერ ვიცმენ, შეიძლება შევიდე? შეიძლება? შეიძლება რომ შევიდეთ? აი, ცოტაც მოითმე. ვერ ვიცმენ. დაგო! კაბელ, ეს ხალხი გამაგიჟებს რა, ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ რა. შამპუნს რო იპარავს სასტუმროდან. ხო უნდა იფიქრო რომ იქნებ GPS-ი მაქვს ჩაგდებული შეგ. ეხლა დავეწევი გავალ და ნახავს რაც მოუვა. სადაეწევი სამდენი ხალხი შეგელოდება გოგო. რა ბავია? რა ბავია და შეგელოდებიან მეთქი. ოთახში. Який ну это бека. შეიძლება მალე შევიდეთ ვეღარ ვითმეთ. დავალაგებ და ხო. არ არის პრობლემა, ნუ დაალაგებთ, იმიტომ ჩვენ მაინც იქ ძალიან მაიმუნობებს ვაპირებთ თავზე და დავიხოთ ყველაფერი. და. თუ კიდე თქვენ წამოდით და რას ესაუბრებთ იქვე პარალელურად დაალაგოთ. ხო, ისე მაწყობ, წინ წავიგდებს. რა? წამოხოთ თქვენს. ჩვენ ცალკე. არა ერთად. არა, ისე. როგვეჭურება ისე. ისე თქვენ ჯერი არა დრო არ არის აი დაალაგეთ თქვენ რომ შეხვიდეთ რა ჩვენ აი გასაღები რომ მოგცეს აი გენაცვალე საით მარცხნიდან მეხუთე კეთ მარცხნიდან შემოდია მადლობა აბა თქვენ ძიგვეტებო მე ცოტაც გამაძლევია შეიძლება ერთი კითხვა აბა აქ მუსიკა არის კი არის მაგნიტოფონი არის აქ ჩართვა გინდათ რა? კი, შეიძლება რომ თქვენ ახვიდეთ ნომერში და ჩვენ ეს ჰოლი რომ ავიღოთ თლიანად, იმიტომ რომ არა ფანტაზიისთვის სჭირდება რომ დიდი სივრცე რომ გავშალო, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მაიმუნობები და გავაკეთე. ხო, რანაირად ჩვენ სადავიდეთ? წავყვები, დავალაგებ. ზევით თუ შეიძლება? ხო, მუსიკასაც ჩავთოთ? ჩაგირთავთ. კარგით, თქვენ გადაიხდით, ჩაგირთავთ. მე გადავიხდით. მე შევიდე შემოგა გიმღეროთ. არა იყოს.
ნახონდეს. აბა თქვენ ისიც, აბა გვიტებო, მე ჩაგითავ, ხო? ისე ჩაგვიჭრში. ზარიას 12-ში ძარცვისას. უეჭველი ვიცი რომ სახში არავინ არ არის. ძმაო იმენა დამეტყილი მაქვს ეს კარები რა, კაროჩე და ბიჭო ხო, მაგრამ უეჭველი იცი იმენა რომ არ არია. უეჭველი ბიჭო დარწმუნებული ვარ, არ არის ეხა და ნელა ბიჭო არ ჩატეხო შიგნით ნელა. აბა გააღება რას მეუბნე. რაცა ძრცველები არიან თუ ინჯან დაბა. ვა. არ შვება მოიცა. ოპა. ოპა, შევედით ბიჭო ხო რაღაცა. დავაი შემოეგარი ძმა. ეგარი სადღაც 1-4 დღე იქნება ეს ბაი დაყენებული მაქვს იმენა ზღვარ ცარიელია ზღვა. უეჭველი ხო? მოვიხსნი მაშინ ამას. რა უეჭველი კი არა იმენა 100%-ია ძმა და დავაი შევცხოთ. კაი წამოიხა იქით ოთახში იმენა იქით ხუთი კარადები რაღაცეები იქენა გამოგა. რაღაც იქნება რაღაცეები უეჭველი. ალო 112 ალო. მოგესალმებით. თქვენ დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების ცენტრს. თქვენ რიგში ხართ პირველი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ. თუ გსურთ რომ გვიან გიპასუხოთ, აკრიფეთ 1. თუ გსურთ რომ სხვა ოპერატორმა გიპასუხოთ, აკრიფეთ 2. ან დაელოდეთ ოპერატორს. ფუშენი ერთიანზე დამეჭი რატო? ოპერატორი გვიან გიპასუხებთ. არ მინდა ხელა ხადავრეკავ, საერთოდ ხელა ხადავრეკავ. მოგესალმებით. თქვენ დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების ცენტრს. მალე. თქვენ რიგში ხართ მე-12. გერჩივლეთ გვიანი მოლოდინის რეჟიმზე დარჩენილი ყავით. თუ გსურთ რომ ჩვენმა ოპერატორმა სამწამში გიპასუხოთ, ამოხსენით განტოლება. 2x მივუმატოთ 3y მივუმატოთ ფესვი 91-დან გაყოფილი 3x-ზე. გამოვაკლოთ 6x. უდრის 156-ს. ან დაელოდეთ ოპერატორს. დაველოდები ოპერატორს დაველოდები. ოპერატორთან ლოდინის პროცესში თქვენ ხართ რიგში მე-12. გთხოვთ მანამდე შეავსოთ ჩვენი გასართობი კითხვარი. 10-დან 6 ქულის დაგროვების შემთხვევაში თქვენი ლოდინის დრო შემცირდება. რამდენია 2-ჯერ 2? 2-ჯერ 4. 4-ჯერ 4. 4-ჯერ 4 16. 17 გამრავლებული 126-ზე გაყოფილი 12-ზე გამრავლებული 2-ზე. მალე. არ ვიცი 100 ალბათ 100 იქნება ალბათ რა ვიცი. თქვენ სამწუხაროდ ჩაიჭერით. რა ჩავიჭერით? ყაჩაღები შემომივადნენ. შენი 112. ალო 112 გისმენთ. მიშველეთ რა სახში არიან ყაჩაღები შემოვარდნენ ეხლა და ტახტის უკან მიმალებით გეხოცებით რა ძარცვა. კი ბატონო, გავიგე, ძარცვის დეპარტამენტთან გადაგრთავთ. ძარცვის დეპარტამენტი გისმენთ? ისა, ბოდიში რა პატრული გამომიძახეთ რა ხალხი არა ხარ, ყაჩაღები შემომივარდნენ ძმურად რა, გორდო სახში არიან სანამ გამოვლენ, მიდით რა. მიდი რა, შემომივარდნენ სახში არიან რა ძმურად რა. ძარცველები თუ ძარცველი? ძარცველები ორნი არიან, ები, მრავლობით. ჯგუფური ძარცვის დეპარტამენტთან გადაგამისამართებ ბატონო. დამიბრუნე ოპერატორთან დამაბრუნეთ რა ძმურად რა. დამაბრუნეთ ისე ოპერატორთან. დიახ, გისმენთ ბატონო. ისა რა ქვია, სახში ძარცველები არიან და ისე რა ქვია, პოლიციის გამოძახება მინდა და იქნებ რამე დამეხმაროთ რა. გავიგე, რა ქვიათ ბატონო? ვასო. ასაკი. 77. სიმაღლე? 1.85 m. რას ვერ აპატიებთ საყვარელ ადამიანს? ღალატს? მისამართი. მისამართი მოტყოველი 14. რამდენი მძარცველია? მძარცველი არ ვიცი, მძარცველები მიგმებში არიან, მე მგონი ორნი არიან, ორი დავინახე და შეიძლება განკიდე ვიღაცა იყოს. გავიგე, შეგიძლიათ აღმიწეროთ. რავი, როგორ გითხარ, მიგმები აქვს რა და წვერი აქვს ერთს რა და როგორ გითხარ ხა რა. კიდევ მე ვერ ხედავ, არ ვიცი ხა, ტახტის უკანა ვარ და ისინი კიდევ ტახტიანებდა, რა ვიცი. უკაცრავად სად ხართ? ბოტყოველი 13.
არა, სად იმალებით? ტახტის უკან კი და ფარდის უკანაც ვარ, რა ვიცი, აბა თუ რამეში დაგეხმარება. ანუ გეშინია შეჩმორო ნაძირალა, გამოეთრიე ხა მაქედან და მიხედე მაგათ. შენ ეს მაგადრებ დაგირეკეთო დამეხმარო და მე აქეთ ნაძღავ თუ რა არის ვერ გავიგე. არაფერი ბატონო, უბრალოდ мотиваცია მოგეცით, მაგრამ არ გიშველათ და როდის შეიტყვეთ რომ ხმა დაკარგეთ? ხმა დამიკარგავს, აი ჩუმად, იმიტომ გელაპარაკებით რომ ძარცველება არ გაიგონა. ხმა მაქვს შეულებდა რა დამიკარგავს. გავიგე და თქვენი ნამდვილი ხმა როგორია? ჩემი ნამდვილი ხმა ეხლა ვერ დავიწყებ კვირის თორე ჩოვლებროთ ლაპარაკობ ატმით რომ მიყვირო უბრალოდ ჩემ მაღალი ხმა მაქვს საერთოდ და მე რა ცნობი გაგირებ ეხა იწოდე ბატონო ძალიან აგრესიული ხართ მე ეხლა ფსიქოლოგთან დაგაკავშირებთ გადაგრთავთ და 2 წუთში ისევ დაგაბრუნებთ ხაზე იყავით არ გამოვიდეთ გამოიძახე ხალხი არ ახარ კაცო სანამ შემოვიდე მოგესალმებით სიმშვიდეში და სიწყარიში თქვენ მოხვდით კონცენტრის უნებისყოფო ნერვიულ კლიენტთა სეანსზე დახუჭეთ თვალები და მოусმინეთ ჩემს ხმას. ვითვლი 5-დან პირიქით და თქვენი სტრესი გაქრება. 5 4 3 2 1 გაქრა სტრესი. მომემატა გაქრა მომემატა გამაუშვი პატრული გამაუშვი ხალხი არა ხარ გამაუშვი პატრული. ეს ბუნებრივია. პირველ სეანსზე ასე მალე ვერ მოგიხსნით ბოლომდე. მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა ისევ გადაგრთავთ, არ გათიშოთ. ალო. აგეშინიათ ბატონო. მე შინია რა ვიცი, აბა მე შინია, თქმა უნდა მე შინია, აბა ორი ძარცველია და მე შინია, აბა მან გასაგებია გავიგე, მე ეხლა გადაგრთავთ კარატის მასწავლებელთან, რომელიც აგიხსნით როგორც პატრული გამაუშვი, თქვენ შემეძაღლებოდ, შემომივარდეთ სახლში. კარატის მასწავლებელი გუჯა, გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. რა ხდება რო ამიხსნათ? დავით ძარცველები შემომივარდნენ რა ვიცი, თქვენ მე გადავედით ეხლა. მოკლედ ნახე რა შვები, თუ შენსკენ წამოვიდა ჯიგარო კაცი, ფეხის სატერფულს გულის მიდამოში უტყავდა, ეს წასულ ინერციით წასული კაცი მეორეს დაეჯახება და ორივე განეიტრალდება, გასაგებია? მოიცა კაცო, ხერა მე გადავები თუ რა არის, ხა ვერ გავიგე. თუ გსურთ ხადაობის გაგრძელება, აკრიფეთ 4. თუ გსურთ ხადაობის დასრულება, აკრიფეთ 5. 5 აკრიფე, აბატონო 5. ხადაობა დასრულებულია. ოპერატორი მალე გიპასუხებთ. მოიცა კაცო, სად მიდიხარ? პატრული გამოიძახე, ადამიანები არ ხარ კაცო, კაჩაგები შემომივარდნენ. გესმით ჩემი? მესმის დიახ. ისევ მე ვარ, მაინტერესებს ძვირფასეულობა თუ გაქვთ სახლში. ძვირფასეულობა არაფერი არ მაქვს საერთოდ არაფერი. აი ძვირფასი ნივთები, ნახატები, ანტიკვარული, ფული? არა, გაქოქრო თანხა რამე. არაფერი თანხა არ მაქვს, არაფერი საერთოდ. გასაგებია, მაგრამ ამ ხნის კაცი ხარ და რა უინტერესო ცხოვრებით ცხოვრობთ, რამე როგორ არ გაქვთ კაცო სახლში? არა მაქვს, არა. 1 წუთით მოიცადეთ, ზუსტად 1 წუთში გავაგრძელოთ. მოიცა კაცო, სად მიდიხარ? წუთი იმისათვის რომ დაფიქრდეთ საკუთარ განვლილ ცხოვრებაზე, რა გაგიკეთებიათ, რა შეგიქმნიათ და საერთოდ რა გინდათ ამ ქვეყანაზე ასე უფულოთ. პატრული გამომიძახეთ, ადამიანები არ ხარ? არ მინდა შენი მიჩე. აუ, ახაც გონია ტელევიზორი, ბიჭო. გია, შენი რა ნომერია? თენგოს უნდა დაერეკა შენთან. 566-70-80-60. კაი, ვეთყვი და დაგირეკავს მე. რატო, მაგან არ იცოდა ეგ ნომერი? არ იცოდა ალბათ. წამოდი იქეთ კიდე არის, ბიჭო, დამხა. ესეც რა კაი ტელევიზორია, ბიჭო. რაღაცეები მოდი. ალო, ხაზე ხარ? ალო, ბატონო, გესმით ჩემი? კი, მესმის. ისა ერთმა მეორეს უთხრა თავისი ნომერი, ჩაიწერეთ, გეხვეწებით რა? კი, ბატონო. ესე იგი 566 დიახ. 70-80-60. და გადაამოწმეთ რა? გადავამოწმებთ, ახლავე დაგიბრუნდებით. მიდით მე ფარდის უკან ვარ. წამოდი ერთი. აუ, მაიცა ტელეფონი მიდეკა. რა დროს ტელეფონია? თენგო იქნება, თენგო. ჰალო. გამარჯობა 112-დან გიკავშირდებით, თქვენ ქურდავთ ახლა ფხაკაძეების სახლს? დიახ. თუ შეგიძლიათ რომ ჩაგვაწერინოთ თქვენი სახელი და გვარი. გია გაბრიაძე, პირადი ნომრით 0102 7522. დიდი მადლობა და იქნება აღვიწეროთ თქვენი თავი 2 სიტყვით. თავი ვარ მაღალი, წერს ვატარებ. ცოტა ოდნავ დიდი თვალები მაქვს და დიდი თავი და პოზიტიური ადამიანია. გასაგებია თქვენი პირველი ძარცვაა ეს? არა, პირველი არა, რამოდენიმე ის ქონდა, შეთქვა მქონდა, მაგრამ
ყველა ჩემს სასიკეთოდ დაფრულ და ღვთისმხალობით. ძალიან კარგი, შეგიძლიათ პატრულის მოსვლამდე რომ არსად არ წახვიდეთ. რავი, კი, აქავა, რავი, გემოდე. კი ბატონო. კარგი, ნახვამდი. ნახე, ესეც კაი რამე ჩანს, ბიჭო. მაგარი, წამოდი. გადი, გამომატანილი რა იქეთ იმედი. სანამ გაიგებ. მაგარი ისა. ბატონო ვასო. დიახ, ისმენთ. ამ თუ დასხვა შემოსულები ოთახში, აი ტელევიზორები და რაღაცები გამზადებული აქვს უკვე მიაქვს. ერთი წუთით, მადლობა მოთმინებისთვის. პირველ რიგში მე ვესაუბრე კრიმინალს და თქვენს ბინას მართლაც ძარცვავენ. თქვენ ნამდვილად ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდეთ. არაფრის. რამადლობა არაფრის. ბატონო ვასო, მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ადამიანს სული აქვს? დამძანეთ? სული აქვს ადამიანს? ადამიანს სული აქვს? ალბათ აქვს, რა ვიცი, აქვს, კი, ალბათ აქვს. დიახ, ეხლა მძარცველებმა შეიძლება გითხრან ან ფული ან სულიო, ხო და მზად რომ იყოთ. ან ერთი უნდა გქონდეთ, ან მეორე. ფული არ გაქვთ, შესაბამისად შეგიძლიათ სული შესთავაზოთ. შენ ნორმალური თუ ხარ ადამიანი, შენ უკაცრავად მძარცველები გაწმილდებიან თქვენი პასუხით. შენ ნორმალური ხარ ადამიანი, გამომიგზავნე პატრული მაყაჩაღება, შენ დეგენერატო ხალო, შენ ვინ დაგაწყებია მან მუშაობა, შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ხმაურობთ ბატონო ვასო და ეხა ფსიქოლოგთან გადაგრთავთ იცოდეთ. რა ფსიქოლოგი შენ ნორმალური თუ ხარ? პატრული გამაუჩი გოგო. მოვიდა ეკიპაჟი, მაგრამ იქ არავინ დახვდა ბატონო ვასო, ეხა შემოვიდა ინფორმაცია. ბოტკოველი 13 გითხარით ინფორმაცია, მომეტი რა თქვა? დიახ, ბოტკოველი 13 ნომერში ქალაქ ბათუმში მოვიდა პატრული და არავინ არ დახვდა. რა ბათუმი კაცო, თბილისში ვარ, თბილისში. გასაგებია ბატონო ვასო, მაგრამ თქვენ არ დაგიკონკრეტებიათ ქალაქი და მე მკითხავი კი არ ვარ, თუ გინდა გადაგთავთ მკითხავთან. თბილისში ვარ, შოფერი ზაგრებო, სანამ დამაუთავეს, უთოშია ერთეს. სახში ბიჭო. თამარ შეხედა ეს სახში ყოფილა ბიჭო ძალიან ცუდათა ცუდათა კაცი ცუდათა ეხავე ხო კარგადა ვაიმე ძალიან ცუდათა ეხავე ნუგელა ძალიან ცუდათა სასწრაფოს გამოვიძახეთ ეხავე 12-ში დავრეკე ეხავე 12-ში დარეკე 12 არასენო თუ ძმახარ თუ რა მეგინა წაიგე თავი ამანები 12-ში აღარ დარეკო თუ ძმახარ ესე მე მეორეზე შემოვიდე და როზე მოხიეთ აქეთ აი ბედელა 1-1-2 გისმენთ გამარჯობა 1-1-2-ია? დიახ. ესე იგი ერთი ვიქტორ მე გამძარცვეს უკვე ქალბატონო აღარ ინერვიულოთ. წაიღეს ყველაფერი თუ რამე მქონდათ. აჰა, გასაგებია. ერთი ინტელექტუალური კითხვა მაქვს თუ შეიძლება რომ დაგისვათ. რა თქმა უნდა გისმენთ. ესე იგი 4 სავარაუდო პასუხია. აჰა. ესე იგი მე რო თქვენთან ახლა მოვიდე. მოვარდე უпростоრად. სწორი რომელია? A გაგძუყნოთ. დიახ. B გირტყათ. C დაგაგოროთ თუ D ყველა პასუხი სწორია. D როგორ თქვით? ყველა პასუხი სწორია. კი ბატონო, მე ამის პასუხი არ ვიცი და ინტელექტუალებთან გადაგრთავთ 2 წუთით მოითმინეთ. გოგოების ჩხუბის სალონში. ხო მამაცია? მიცან. მოიცა წავიდით? 3 საათი გავიდა, გიხვეწი, ვეღარ მორჩი. რას ვეღარ მოვჩი? კაი რა, შეხედე რა ლამაზად გავიკეთე შილაკი. რა არის, ლამაზი არის, ძალიან არის. მალე მორჩები? არ შეგიხედავს და რატო მომიგდეს სიტყვა ეგრე. ხო, რაღაც პატარ-პატარ პროცედურები აქვს გასაკეთებელი. კონკრეტული შეკითხვა, მაგრამ მალე მორჩები ცია? არა. ხო, იქ დაგელოდები მოკლედ რა და გეხვეწები და დავაჩქაროთ რა, ახარ შემოწმე. სამდენი ჭაღარა. მოვიდა ის. დღეს არაფერზე წუწონი არ დამიწყო. კაი, შევთანხმდით? კაი, ხმას არ ვიღებ, ოღონდ უბრალოდ ხო რომ ნუ გამათენებინებ აქ მეტი არაფერი გთხოვ ერთ მაგას და ვშიო. გიორგი, ეგ უკვე წუწონია. კაი, ვშიო, შენ დაჯექი მიხებ, ვშიო, კაი. და დამელოდე. ვშიო, შენ სტიგ დაჯექი. აუ, არ არსებო. ხარ, ჩემო ლამაზო, როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ? კარგად. როგორ გამიხარ? როგორ ახარ? ვაუ, როგორ ახარ? ამის ხელში როგორ ვიქნები ამის გადამკიდე. მელირება? შილაკი. 600? 200. შენ? 600. იზიარებს. აი ხა. ისე დიდი ხარია ელოდები. პირველიდან. 6 საათია? არა, პირველი რიცხვიდან ველოდებით. ჯერ ერთი მოლი, მერე მეორე მოლი, ერთი მაღაზია, მერე მეორე სალონი, მერე მთა, ზღვა, ბარი, იქ რაღაცა რუჯი და აღარ შემიძლია. ამის ხელში ცოლი კი არა, სიცოცხლე აღარ მინდა რა. ვა, შენ რა რთულად ყოფილი ხარ, კაი, შეო, კაი, ყველაფერი კარგად იქნება.
გიო. აი სადამერ ხა. ხო, შემოწმე. ბარე მაქვთ და შილაკი ხო არ გავიკეთო? რა თუნდა კითხვა? უნდა გაიკეთო, კი, გაიკეთე. მე ვარ პასუხისმგებელი, გადავიდე გაიკეთე. დათუნა შილაკსაც ვიკეთებ. უი რა კაი, აგერისა. 2 1. აუ გიო. რა საუბარია? შილაკს გავიკეთებ რა, ხო? შილაკი ხო გაიკეთე, ხა 2 საათი, აბა რას ველოდებ? ხო, გავიკეთე, მაგრამ კიდე მინდა ახალი. აბა ის იკეთებს და ეხა მე ესე ხო არ უყურებ გიო. გოგო, მაგაზე შილაკს გაკეთებულ შილაკზე უნდა გაიკეთო შილაკი? ხო, კაი, ნუ შენ ვერ მიხვდები. გიო, სახისწმენდის პროცედურას ჩავიტარებ. კი ბატონო, სახისწმენდის პროცედურა ჩაიტარე. ხო, რა კაი, ჩემი ოქრო ხარ. აკელოდები. 3 2 1. გიო. ხო, შემოწმე. აუ, ბარე მაქვთ და სახე ხო არ გავიწმინდო? რა თუნდა კითხვა, გოგო, უნდა ძალიან კაი პროცედურას ატარებენ აქ. უნდა გაიწმინდო, აბა რა. მიდი. დათუნა სახესაც ვიცმინდა. უი რა კაია. მე ამან ხოთა. აუ, დათუ. ნახე. აი ეს დიზაინი. ნახე, შილაკის და ეს ფერები რო გავიკეთო. ძალიან კაი ფერებია, ძალიან კაი დიზაინი. იდეალური დიზაინი, აი ამან გაიკეთა ზუსტად ესეთი. აი ამ ქალბატონმა. არა, მე არ მაინტერესებს ამა რა გაიკეთა, მაგრამ მე ხო გამიკეთე. კაია, ძალიან გაგიკეთებ. ხო. მელოდე ცოტა. ვაიმე, დაგასწარი ჩემო საყვარელო შილაკის გაკეთება. ნახე როგორი ლამაზია, შენც ეს კიდოდა ხო ზუსტად? ძალიან ლამაზია. შენ არ მოიწყიდა ჩემო გოგო, რამე სხვა გაიკეთე, იმიტომ რომ მაინც არ მოგიხდება მაგ შენს ჩაქონილ, ჩაცხიმებულ კოტიტა თითებზე. და რაღაცა სხვა ფერი გადაისვი, ნუ ახლა ჩემი თითები. ეხლა მომესმა თუ რა ხდება, ვის აქვს კოტიტა თითები? მე? ხო, მოკლე და მე მაქვს კოტიტა მოკლე თითები? მოდი შენ კეხიან ცხვირს მიხედე, კაი? კეხოძე, მოდი სიცხვილე. რა თქვი გოგო? აი რაც გაიგე ის. შენ ვის კეხიან ცხოვირს ეხები? აბა მე მაგ კეხი ჩაიხედე, ხო, სარკეში რას გავხარ? გოგო, ეხლა გათრიო. ახინჯო შენ. დინარი გოგო მახინჯე, ხარიხედე სარკეში. ისა კოტიტა თითები. თამარ პედიკურსაც გაგიკეთებ, გაჩერდით, ხო? ხო. იცი რა მითხრა? კეხიანი ცხვირი გაქვს, კეხიანი ცხვირი, მაგ მიხდება, შენ თავს ვარ, კაი. აკში მე შეწმინდა. კაი, გოგო, კაი. მოდი მოიშორე ეს და ახალი შილაკი გაიკეთე რა, გიხოცე, რა გინდა ახალი შილაკი? ხო, ახალი შილაკი, კაი. კაი. ის რა გაი რაღაცა მასა. აბა რა ბიჭო, სხვანაირად ვერ ვაჩერე ზღვა და მაგ კაცი ძმაო, მე თუ მკითხავ, კაცი პირველ რიგში უნდა იყოს კარგი ქმარი და მე კარგი ძმაკაცი ძმაო რა. აგერ მე ხა ჩემს გამოვყევი სალონში, როცა ჩემი ძმაკაცები ყველა შაორში არიან სათევზაო. მოიცე. ეგრე ძალიან მიყვარ შენი ცოლი? ფუ, მიყვარს კი არა ვაღმერთებ ამ დედ თულს ამათ. მიდი ჩემო ლამაზო, მიდი. აუ, შილაკს გავიკეთებ, კარგი? აფა რა უნდა აქნა, როგორ რას მეკითხები? მიდი ჩემო ლამაზო, დაჯექე. თმა? თმის გაკეთების გარეშე აქედან როგორ წავალთ? მიდი და როგორც გინდა და რაც გინდა, ისე გაიკეთე ჩემო სიყვარულო. აუ, იკა, გეხვეწები რა. მე რო კაბათი ფეხსაცმელი მომეწონა მოლში, ხო იცი, ფესტილით. გავიაროთ და ვიყიდოთ ახლა. რა თქმა უნდა, გავიაროთ. რაც მოგეწონება, რაც გინდა, ყველაფერი ვიყიდოთ. აი, მაგიტომ მიყვარ ხარ შენ. მიდი. გაუმარჯოს, მეგობარო. მედი ეს თანჯობი ძმაო. ახალი შექმნილი ოჯახი, ხო? მაქსიმუმ იქნება ერთი თვე. კი, გუშინ გავიდა ერთი თვე რაც დაეჯახით. კი, ძმაო, გეთხოვა. რასაც გეტყვის ყველაფერს უსრულებ, ხო? რა თქმა უნდა, ოტო არ უნდა შემოშიო, ჩემი სიყვარულია. ჩემი ახალგაზრდა. აუ, არ გამახსენო ჩემი ძმაო. რას ამბობ? ვერ მივხვდი ჩემო ძმაო რა შეასაქმე? კაროჩი, გაიქეცი ძმაო. აი ეხლავე ადექი ეს დატოვე აქ და გაიქეცი. ვაფშე მიდან გაიქეცი. რას ქვია? გავიქცევი, ანუ რატომ თუ გინდა გაგაპარებს, ხო ისე ვითომ აქ არც ყოფილი ხარ ვაფშე, იმენ არ იცნო და დამიჯერეს, ხო? რატომ უნდა გამაპაროთ, რატომ უნდა გავიქცეთ? 10 წელიწადში გაგვიხსენებ. დამიჯერეთ. წადი, ახალგაზრდა. ვერ მივხვდი, ჩემო ძმაო, რავი, წამოდი რა, სხვა სალონში წავიდე. აუ, ვერ გავიდი, ამათ რა უნდა და წამო სხვა სალონში წავიდეთ რა. გავაკეთე. დათუ. ხო, თან. ყველაზე კაი ლაქი რა გაქვს? გოგო, ყველაზე კაი ლაქი მაქვს. საიყურე. აი ეს მაქვს ყველაზე კაი ლაქი. უბრალოდ ცოტა ძვირია, მაგრამ გარანტირებული 2 კვირა ძლებს. 2 კვირა გამიძლებს? კი, გარანტირებული. ძვირია რამდენია? 640 ლარი. აუ, გიო. ხო, შემოწმებია.
ლაკი მინდა გავიკეთო, ოღონდ ძალიან მაგარია, ოღონდ 640 ლარი ღირსო. კაი, გოგო, შენ ხო რა 640 ლარი, ლაკი რა ჯანდაბაა, ხო არ გაგი. ჯერ სახლში გოგო პარკეტი შეიძლება დამიჯდა 450 ლარი და ფჩხილის ლაკი რა ჯანდაბაა 600. ან რა ფჩხილი გაქვს, ან რა ლაკია ეგეთი გამაგები რა არის გოგო. აი მე ხო ვიხარი, არ მეწუწუნო თქო რა. აი მე ბატონო გიორგი, ბოდიში რაღაც თქვენ საუბარში უნდა ჩავერიო. მესმის შენი აუ ძალიან რთულია, ხო? ამას იმ სისქეფჩხილები აქვს, რომ 640 ლარის ლაკი ჭირდება, თორე განათვითა ლაკია ძალიან ძვირიანი, უბრალოდ სხვილი, აი რაღაცნაირი აი საზიზღაროჩხილები. ვინ არის და რატოზის ჩემს გვერდით, რატომ აქ? სქელი ფჩხილი, რატომ აქ? აი მე გეხოცები მეშინია გაწი. რა მსხვილი ფჩხილი რას ნიშნავს? ჟერეს ერთი შემართლა მსხვილო ადამიანი შე. ვინ არის? გოგო მსხვილი ადამიანი. ვინ არის? გიხდება, შენ თავს მიცავარ, გიხდება, გიხეწები. ანუ ხბილიც ვარდიო, კი? გიხდება, გოგო. მართლა გეუბნები, შენ თავს გიხვეწები. აი ხო. აი გავიღალე, კი სირცხვილი. აი, სირცხვილი. მიხერე, თუ მორჭი გეხვეწები, წავიდეთ რა, დილიდან აქ ვარ და დავიღალე რა. არ მოვჩენილ ვარ. შენ ხო იცი რომ სილამაზემ სხვერებს მოითხოვს. გოგო, სხვერებს თუ მოითხოვს, ცხვარი დავკლათ, ან მამალი შევწიროთ, მე რატომ წირავ, რატომ ალოდინებ დილის 6 საათიდან? გეხვეწები, ადექი წავიდეთ რა. აი ცოტა დამრჩა დაჯექი რა, ცოტა. ხო, ცოტა დარჩა, მიდი. დაჯექი. მოგწონს. აუ! გაშეცდა. აუ, ეს მართლა მიიღეთ? აბა მანა, კი. ჩემ თავს გაფიცებ? როგორ არა? აუ, გიო! კაროჩი დამუღამებული მაქვს აუგიოთი რომელიც წინადადებაც იწყება იმენა მაგარი ძვირი მიჯდება. საყვარელო რა ხდება? აუ ნახე. აუ ძალიან მაგარი წამწამები მიუღიათ და მინდა. კაი, რასა წამწამები მიიღეთ? ხო, თან ჩინეთიდან კი არა, საფრანგეთსა პირდაპირ პარიზიდან. აი, რა სიძახი, გაიკეთე. ხო, თან დიდი დრო მართლა არ დამჭირდება. კი ბატონო, არ მართლა გაიკეთე, დრო ვიცი რომ ისედაც განუსაზღვრელი დაგჭირდება. მე სხვა რამე მაინტერესებს. 100 ევრო. 100 ევრო? ხო. წამწამები 100 ევრო? ხო, ბუს რა არის, წამწამები საფრანგეთიდან. ვიცი, წარბი მოყვება? არა, მე წარბი მოყვება, გიორგი, რეცაპარა. ანუ ხობა წამწამა 100 ევრო თუ ღირს წესით წარბი უნდა მოყვებოდეს. აუ, კაი, რა ენა გაქვს, მიდი დაჯექი. ანუ ვიკეთებ ხა წამწამებს? ხო, რა ვიკეთებ? კი, გაიკეთე. დათნა, მინდა აუცილებლად. გავიკეთო. კი, მინდა რა დაგელოდები შენ ძრობას გეფიცები ასეთ დროს თუ მართლა სერიოზულად არ ვამბობ. ბიჭო, 100 ევრო თუ ღირს წამწამი. წარბი რატო არ მოყვება? თვალით უნდა მოყვებოდეს, მაგრამ აბა, წამწამი 100 ევრო კი არა. რა ვიცი, მართლა 100 აღარ არის, ხო, აღარ იცი რა ძმაო, რა აღარ ვიცი მართლა. შენ რა გინაღლება, ნუ აღარ წამწამები დამიმატა, იმის 100 ევრო, მე რაღაცა კიდე მომდა გავიწეწე, აღარ შემიძლია. მე რა მენაღლება და მე არ გავიწეწე, ძმაო, რა სლაპარაკო, ყველაფერი გამოწვილი მაქვს, ეხა ამ ყველაფერს ჩემი ცოლი გადახარშავს, მიხვდება, სკაბ ესე იგი, შენი ცოლი რაღაცას იკეთებს პროცედურას, ჩემ ცოლსაც მოუნდება და ეგრევე დამადგება, ძმაო. 3 2 1 აუ გიო! ხო, ჩემო ცხოვრება. მომისმინე ისე მართლა სანამ შემეტრა აქ წამწამები ქონიათ ახალი ძალიან მაგარი წამწამები და ვაფშე ხო არ გაიკეთებდი იმას რა აი რაღაც თუ არ არსებობს ეხა მაგის თმას ვაპირებდი მინი კაი ვიცი რომ ანუ ვიკეთებ იკეთებ რა თქმა უნდა წამწამებსაც ვიკეთებ დათუნა ხო რა კაი გოგო ხარ ხო ვიწეწები ზმო ვიწეწები ოღონ ღირსეულად ხო გიორგი რა არის ვერ გავიგე წუწუნებ ეხა თუ რასაკეთებ გოგო მომისმინე მთელი დღეა სალონში ვზივარ და გელოდები და ერთი რო წავიწუწუნო ანუ წაწუწუნების უფლებაც არა მაქვს ხო, აქ მეწუწუნები სალონში და საძინებელში ძალიანაც მოგწონ ვარ, მე გალამაზებული. იმ 2 წუთნახევრის გამო თუ შენ აქ 8 საათი მთელი დღე მანოდინებ, საერთოდ არ მოგეკარებ. საერთოდ არ მინდა, გამანებე თავი რა. არაფერი 2 წუთნახევარი გამია რა. არაფერი 2 წუთნახევარი, 20 წუთნახევარი, 20 წუთი, მაგრამ შენ გაიგე 20 წუთი. თურქეთის მაგარი 20 წუთნახევარი ის კი არა. 20 წუთნახევარი. აუ გიო. ხო. ბარე მაქვარც და შენ ხო არ გაიკეთებ წარბებს, უცებ ჩაგწე. აუ არა რა გთხო რა გეხვეწები ხარ შემიძლია დაღლილი ვარ თან და გუშინწი ხო გავიკეთი არა ეხა კაი რა. ხო, მაგრამ ბუდიში აუ არა რა გთხო დღეს. არა. ხო. რა გაიკეთე გუშინწი? გავიკეთე რა წარბებს მივეცი ფორმა პროსტა აქ ამოვიდე რაღაც ზედმეტები და ვამაზე ფორმა.
რა ლამაზი ფრჩხილები გაქვს, ისე ფრჩხილებსაც ხო არ ისწორებ ხოლმე აქ კი, რავი, ფრჩხილებსაც ვიკეთებ, ხო რა. იცი რა მე ჩემ ცოლს ხშირად დავყვები ხოლმე ამ სალონში და იცი რა შეგიძლია იდეალურად აკეთებენ მელირებას. აი ხა ეს რო გაიღიაო ეს წვერი აქ. ფრჩხილებს ხო იკეთებ ეს წამწამებიც კარგად თარგი რო ისეთი მივცეთ და აი ეგ ულამაზესი საყურებია. წამწამების დაგზელება აქვს ფრანგული. შენს ჰაბიტუს დააჯდება. შენ არ ჰაბიტუსში აი მე სასწაული თუ გინდა რა. აი ელემენტარული რაღაცის გამო როგორ შეუძლიათ კაცებმა დახოცონ ერთმანეთს. მე არ ვიცი. როგორ შეიძლება? პატარები ხარ? სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.